ადამიანების ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილი პარაზიტებსა და კანდიდას უკავშირდება. სანამ რჩევებს გაგიზიარებთ, მოდით ცოტა რამ პარაზიტული ინფექციის სიმპტომებზე ვთქვათ. ისინი მრავალგვარი ფორმით ვლინდება და გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე. ზოგადი ნიშნები, რომლებიც შესაძლოა მიუთითებდეს პარაზიტების არსებობაზე თქვენს ორგანიზმში, ასე გამოიყურება. კუჭნაწლავის პრობლემები, გაურკვეველი ყაბზობა ან პირიქით, დიარეა, მათ შორის სისხლიანი დიარეა, აირები, შებერილობა, გულისრევა და ღებინება. ეს ნიშნები ხშირად მიუთითებს პარაზიტებზე, რომლებიც კუჭნაწლავის ტრაქტში სახლდებიან, არღვევენ ნორმალურ მონელების პროცესს და იმუნური სისტემის რეაქციას იწვევენ. წონის ცვლილება, უეცარი წონაში კლება ან მომატებული მადა, მიუხედავად დანაყრებისა, პარაზიტული ინფექციის ნიშანი შეიძლება იყოს. მაგალითად, ზოგიერთი პარაზიტი, როგორიც აღვიძლის ჭია, ორგანიზმიდან საკვებ ნივთიერებებს შთანთქავს, რაც მუდმივი შიმშილის შეგრძნებას იწვევს. კანის რეაქციები, გამონაყარი, ჩინჩრის ციება ან ურტიკარია და ეგზემა შეიძლება გამოწვეული იყოს იმუნური სისტემის რეაქციით პარაზიტებზე. ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ლოკალიზებულ ქავილს ან უსის ირგვლივ ან სხეულის სხვა უბნებზე. კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ქრონიკული ტკივილი კუნთებსა და სახსრებში შეიძლება გამოწვეული იყოს პარაზიტებით, რომლებიც ამ უბნებში იბუდებენ და ანთებით ტოქსინებს გამოყოფენ. მუდმივი დაღლილობა, მიუხედავად საკმარისი დასვენებისა, ასევე აპათია ან დეპრესია, შესაძლოა პარაზიტებთან იყოს დაკავშირებული. ინფექცია ორგანიზმის საკვები ნივთიერებების ნაკლებობისა და ნაწლავის მიკროფლორის დარღვევის გამო ორგანიზმის გამოფიტვას იწვევს. გარდა ამისა, პარაზიტების მიერ გამოყოფილი ტოქსინები გავლენას ახდენს ტვინის ნეიროტრანსმიტერებზე, რაც განწყობის ცვლილებებს და შფოთვას იწვევს. ძილის დარღვევები, უძილობა ან ხშირი გაუძება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ფიზიკური დისკომფორტით, ასევე ზოგიერთი პარაზიტის ღამის აქტივობით. ზოგიერთი პარაზიტი სისხლის წითელი უჯრედებით იკვებება, რაც ანემიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. შეშუპებული ლიმფური კვანძები, კბილების კრაჭუნი, ბრუქსიზმი, ხშირი სოკოვანი ინფექციები და ზოგადი ცუდად ყოფნის შეგრძნება. ეხლა კი მოდით განვიხილოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ ამ მავნე ორგანიზმებისგან გასათავისუფლებლად, რადგან მათი ადგილი ჩვენს ორგანიზმში არ არის. პირველ რიგში შეამცირეთ შანსები, რომ ისინი საერთოდ თქვენს ორგანიზმში მოხვდნენ. თუ ბევრს უშის მიირთმევთ, გაითვალისწინეთ, რომ მუმი ან ცუდად მომზადებული თევზი პარაზიტების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ასევე ცუდად შემწვარი ან უმი ხორციც ან ხორცისა და თევზეულის მომზადების დროს ჰიგიენური ნორმების უგულებელყოფა შეიძლება იყოს ნაწლავის ჭიების გამომწვევი. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია შაქარი. პარაზიტები, განსაკუთრებით კანდიდა, შაქრით იკვებებიან და სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ საჭიროა შაქრის შეზღუდვა, რათა ამ ორგანიზმების გავრცელება შეამციროთ. აუცილებელია ნელა და მშვიდად ჭამოთ, რადგან ეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საჭმლის მომნელებელ პროცესებს. როდესაც მშვიდად მიირთმევთ, გარდა იმისა, რომ საკვები ჯერ უკეთესად იშლება და შემდეგ კი უკეთესად შეიწოვება ორგანიზმის მიერ, გახანგრძლივებული და აუჩქარებლად დაღეჭილი საკვების გადასროლა კუჭში საჭმლის მომნელებელ პროცესს ამარტივებს და კუჭის დატვირთვას ამცირებს. არასრულად გადამუშავებული საკვები კი შეიძლება გახდეს იდეალური გარემო ცუდი ბაქტერიებისა და პარაზიტებისთვის. მაგალითად, ნაწლავებში ხანგრძლივად დარჩენილ და უმუშავებელ საკვებს შეუძლია ხელი შეუწყოს მავნე მიკროორგანიზმების გამრავლებას, მათ შორის კანდიდას სოკოს. გამოიყენეთ საჭმლის მომნელებელი ფერმენტები. ეს პარაზიტების დასუსტებისთვის ერთ-ერთი ეფექტური გზაა. ისინი არბილებენ პარაზიტების გარე მემბრანებს, რაც მათ მოშორებას უფრო ამარტივებს. მაგალითად, საჭმლის მონელებისთვის ყველაზე გავრცელებულია პანკრეატინი, ის ტრიფსინს, ლიპაზას და ამილაზას შეიცავს. მიირთვით ანანასი, საიდანაც ბრომელაინს მიიღებთ და იმის დამიხედვით თუ სად ცხოვრობთ და ხელი რამდენად მიგიწვდებათ, პაპაია, პაპაინის მისაღებად, რომელიც შესანიშნავია ცილების მოსანელებლად. ზოგადად, როდის არის საჭირო ფერმენტების დამატება? თუ გაქვთ საჭმლის მონელების პრობლემები, გაზები, შებერილობა, მეტეორიზმი, დიარეა ან შეკრულობა. თუ გაქვთ პანკრეასის პრობლემები ან კუჭის დაბალი მჟავიანობა. თუ გაწუხებთ საკვების აუტანლობა, მაგალითად ლაქტოზის. ან თუ გინდათ, რომ უფრო მძიმე საკვების მიღებისას მონელება გაიუმჯობესოთ. მომდევნო რჩევა პარაზიტების მოსაშორებლად აქტიურ ფაზას და საამისოდ მცენარეული სამკურნალო საშუალებების გამოყენებას შეეხება. სწორი მცენარეული სამკურნალო საშუალებების გამოყენება საჭირო კონცენტრაციით, ძალზე ეფექტურია პარაზიტებისა და კანდიდას განადგურებაში. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა შავი კაკალი, რომელიც შეიცავს იუბლონს. ეს ბუნებრივი პესტიციდია, რომელიც პარაზიტებსა და მათ კვერცხებს ანადგურებს.
შავი კაკალი კანდიდას წინააღმდეგაც ძალიან ეფექტურია. კიდევ ერთი შესანიშნავი მცენარეა ორეგანო. კვლევებმა აჩვენა, რომ ორეგანო კლავს პარაზიტებს, ვირუსებს, კანდიდასა და მავნე ბაქტერიებს. თუმცა გაითვალისწინეთ, ორეგანოს ზეთის სუფთა სახით მიღება არ არის რეკომენდირებული, რადგან იგი ღვიძლზე დამატებით დატვირთვას იწვევს. ორეგანოს ზეთი ცნობილია, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი. მისი კონცენტრირებული სამკურნალო ძალა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ახალი ან გამხმარი ორეგანო. ასევე დადასტურებულია მისი ანტიპარაზიტული ეფექტიც. მიღების რეკომენდაცია: ერთ სუფრისკოვს ქოქოსის ზეთს დაუმატეთ 2 წვეთი ორეგანოს ზეთი და დღეში 3-ჯერ მიიღეთ. გემოს შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ლიმონიანი და თაფლიანი წყალი დააყოლოთ. ორეგანოს ზეთის მიღება შესაძლებელია კაფსულის ფორმითაც. მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს მაღალი კარვაკროლის შემცველობა, რადგან ეს ნივთიერება განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს პარაზიტებზე. პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე მათი პროფილაქტიკისთვის ძალიან მარტივი და ეფექტური საშუალებაა პაპაიას თესლები. მიღების მეთოდიც ძალიან მარტივია. დღეში რამდენჯერმე დაღეჭეთ 5-6 პაპაიას თესლი. ეს თესლები ეფექტურად აშორებენ ნაწლავის პარაზიტებს. ეს 1-დან 5 წლამდე ასაკის 1700 ბავშვის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა. კიდევ ერთი ძლიერი მცენარეა მიხაკი. მიხაკი პარაზიტების კვერცხებს ანადგურებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პარაზიტები განვითარების ციკლში კვერცხებს დებენ. მიხაკი ასევე ეხმარება პარაზიტების ნაწლავის კედლებიდან მოცილებას. მიხაკს ამ გაგებით სხვა დამატებითი სარგებელიც აქვს, ის ზოგ საშიშ ბაქტერიასაც ანადგურებს. კიდევ ერთი ძლიერი საშუალებაა მიხაკი. მიხაკი პარაზიტების კვერცხებს ანადგურებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პარაზიტები განვითარების ციკლში კვერცხებს დებენ. მიხაკი ასევე ეხმარება პარაზიტების ნაწლავის კედლებიდან მოცილებას. მას ამ გაგებით სხვა დამატებითი სარგებელიც აქვს, ის ზოგ საშიშ ბაქტერიასაც ანადგურებს. მომდევნო რჩევა იქნებოდა, რომ ბოჭკოვანი საკვები მიირთვათ. ბოჭკოვანი საკვების მიღება პარაზიტებისგან განთავისუფლების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. მრავალძარღვას თესლის ქერქი განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ის განავლის მოცულობას ზრდის და ნაწლავის კედლებს ასუფთავებს. პარაზიტებისა და კანდიდას სრულად მოსაშორებლად საჭიროა ორგანიზმის მინიმუმ 2 თვის განმავლობაში სრული დეტოქსიკაცია. აბა თვითონ წარმოიდგინეთ, მარტო კანდიდა 70-ზე მეტ ურთიერთგანსხვავებულ შხამს გამოჰყოფს თქვენს ორგანიზმში. ორგანიზმის გაწმენდის გარეშე კი თქვენ მათი ცუდი ზეგავლენის მსხვერპლი გახდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ იმის შემდეგ, რაც პირველ ეტაპზე პარაზიტების მოსაკლავად მცენარეული საშუალებები გამოიყენეთ და ისინი დახოცეთ, დეტოქსიკაცია უნდა დაიწყოთ, რომ ორგანიზმიდან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინები გამოდევნოთ. გარდა ამისა, უნდა აღადგინოთ სასარგებლო ბაქტერიები. პარაზიტების მოშორების პროცესში ორგანიზმში სასარგებლო ბაქტერიების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პრობიოტიკების მიღებითა და პრობიოტიკებით მდიდარი საკვების გამოყენებით არის შესაძლებელი. საამისოდ შესანიშნავი პროდუქტებია: კომბოსტოს მწნილი, ქაშაყი, მაწონი და კეფირი. მინდა ეგრეთ წოდებული ანტიპარაზიტული წმენდის დროს იდეალური საკვების სია შემოგთავაზოთ. ესენია ნიორი, ხახვი, გოგრის თესლი, პაპაიას თესლები, ანანასი, ქოქოსი, კოჭა, მიხაკის ციფწები. საკვებში უნდა ჩართოთ ბოჭკოებით მდიდარი და დაბალი რაოდენობით სახამებლის შემცველი ბოსტნეული. ისპანახი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაკი, სტაფილო. გარდა ამისა პრობიოტიკური საკვები, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების ჯანმრთელობას, მაწონი, კიმჩი და კომბოსტოს მწნილი. კეფირი ასევე მდიდარია პრობიოტიკებით. მიიღეთ მაღალი ანტიოქსიდანტური შემცველობის და დაბალშაქრიანი ხილები ლიმონი და ლაიმი, მას ბევრი C ვიტამინი და დეტოქსიკაციის თვისებები აქვს. კენკრა მაგალითად მოცვი, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და დაბალია შაქრის შემცველობით. ავოკადო, ის შეიცავს ჯანმრთელ ცხიმებს და ბოჭკოებს. მცენარეული ჩაიები დაეხმარება საჭმლის გადამუშავებას და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, მაგალითად შესანიშნავია ბაბუაცვერას და კოჭას ჩაები. ორგანიზმის გაწმენდის პერიოდში ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელი ცხიმების, მაგალითად ქოქოსის ზეთის, რომელსაც ანტიმიკრობული თვისებები აქვს და ზეთისხილის ზეთის გამოყენებაც. ეს უკანასკნელი შეიცავს ჯანმრთელ ცხიმებს, რომლებიც ორგანიზმს საკვები ნივთიერებების ათვისებაში დაეხმარება. ეხლა კი საკვები, რომელიც განსაკუთრებით ორგანიზმის პარაზიტებისაგან გაწმენდის პერიოდში არ უნდა მიიღოთ. ინდუსტრიულად გადამუშავებული საკვები მაღალი შაქრით. მარცვლეული რძის პროდუქტები გარდა მაღლა ჩამოთვლილისა. სახამებლის მაღალი შემცველობის ბოსტნეული, მაგალითად კარტოფილი და სიმინდი.
შაქრის დიდი რაოდენობის მქონე ხილი, მაგალითად მსხალი. ეხლა კი პარაზიტების გამწმენდ რეცეპტებზე გადავიდეთ. ნაწლავის პარაზიტებისგან გამწმენდი წვნიანი. 1/4 ჩაის კოვზი მიხაკის ფხვნილი. 1/4 ჩაის კოვზი მუსკატის თესლის ფხვნილი. 1/4 ჩაის კოვზი შავი კუმინის ან ჩვეულებრივი კუმინის თესლები. 1/4 ჩაის კოვზი ფენხელის ან კამას თესლები. 1/4 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი. შავი პილპილი, სურვილისამებრ. ციკვი მარილი, სურვილისამებრ. 2-3 კბილი ნიორი დაჭრილი. 1.5 სანტიმეტრი ნედლი კოჭა. 1 საშუალო ზომის ხახვი დაჭრილი. 3-4 ღერი პრასი, 3 მუჭა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მაგალითად ისპანახი. გოგრის თესლი. 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი. ყველა ბოსტნეული გარეცხეთ და დაჭერით. ქვაბში ქოქოსის ზეთი ჩაამატეთ და შიგ ხახვი მოშუშეთ. დაუმატეთ სანელებლების თესლები და დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში შუშეთ, არ უნდა შეიცვას. დაამატეთ დაჭრილი პრასი და კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში შუშეთ. ჩაყარეთ ისპანახი და დაამატეთ ადუღებული წყალი, იმდენი რომ ბოსტნეული დაფაროს. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და 10-15 წუთის განმავლობაში ხარშეთ. დაამატეთ კოჭა და ნიორი, აურიეთ. მარილით და პილპილით შეაზავეთ. ჩაყარეთ გოგრის თესლები და მიირთვით. ეს წვნიანი 2 კვირის მანძილზე ვახშმად მიირთვით და ამის შემდეგ არაფერი შეჭამოთ. 1 კვირა შეისვენეთ და ისევ გაიმეორეთ. ნიორის და თაფლის ანტიპარაზიტული ნარევი ინგრედიენტები: 3-4 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი მომზადება და მიღება. ნიორი დაჭერით ან გახეხეთ, გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ შეურიეთ თაფლი. მიიღეთ ყოველდღე უზმოზე 7-14 დღის განმავლობაში. ნიორი შეიცავს გოგირდოვან ნაერთებს, რომლებიც პარაზიტებისთვის ტოქსიკურია. ანანასისა და პაპაიას კოქტეილი. ინგრედიენტები: 1 ჭიქა ანანასის ნაჭრები. 1 სუფრის კოვზი პაპაიას თესლი. 1/2 ჭიქა წყალი ან ქოქოსის რძე. მომზადება და მიღება: ყველა ინგრედიენტი ერთად დააბლენდერეთ. დალიეთ დილით უზმოზე. ანანასი შეიცავს ბრომელაინს, რომელიც შლის პარაზიტების მემბრანებს, ხოლო პაპაიას თესლი მათ უშუალოდ ანადგურებს. მიხაკისა და კურკუმას ჩაი. ინგრედიენტები: 1 ჩაის კოვზი მიხაკი. 1 ჩაის კოვზი კურკუმა. 1 ჭიქა ცხელი წყალი. თაფლი გემოვნებით. მიხაკი და კურკუმა ჩაყარეთ მდუღარე წყალში და 10-15 წუთი გააჩერეთ. სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი. დღეში 1-2 ჯერ დალიეთ. მიხაკი კლავს პარაზიტების კვერცხებს, ხოლო კურკუმა ორგანიზმიდან მათ გამოდევნას ხელს უწყობს. გრეიპფრუტისა და კოჭას სასმელი. 1 პატარა ჭიქა გრეიპფრუტის წვენი. 1 ჩაის კოვზი კოჭას წვენი. 1 წვეთი ორეგანოს ზეთი. მომზადება: ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. დალიეთ ნელ-ნელა სასურველი ასაკვების მიღებამდე. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.